დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ფსიქოლოგების მაია ცირამუასა და ქეთი ფილაურის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. ფსიქოლოგებმა სოლიდარობა გამოხატეს თავიანთი კოლეგების და კიდევ 7 პირის მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის თქმით, მათ კოლეგებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი იმის გამო გაასამართლეს, რომ ადამიანის უმაღლესი ღირებულებები დაიცვეს. ფსიქოლოგები გევართ ამ ორი ადამიანის მხარდასაჭერად უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მათ დაიცვეს პროფესიული ეთიკა, დაიცვეს პოზიცია, რომ ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება და თავისი სინდისის, მოქალაქის სინდისის წინაშე არიან პირმართალი. ჩვენ მათ უცხადეთ მხარდაჭერას და მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი კოლეგები, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის გამოძახებულები, ყოველ შემთხვევისათვის ჩვენ მათთან ერთად ვიყავართ და ვზიარებთ მათ პოზიციას. დღევანდელი აქციის მიზეზი არის სოლიდარობა, რომელსაც უცხადებთ ჩვენს კოლეგებს და არა მხოლოდ მათ, რომლებმაც მშვიდობიანი გზით გააპროტესტეს, მშვიდობიანად გააპროტესტეს მზიამაღლობელის მიმდინარე მდგომარეობა, რომელსაც ყურად არიღებს დღევანდელი მთავრობა. რომ შეიცვალოს პირობები, რომ იქნას ადამიანურ პირობებში იქნას და მოექცნენ ადამიანურად ამ ადამიანს, მოკლედ, ანუ აღიარონ მისი კანონიერი უფლება. ამ ეტაპზე კონკრეტულად დღევანდელი შეკრება ზუსტად ემსახურება იმას, რომ ჩვენი კოლეგების მიმართ ასევე უკანონოდ იქნა წაყენებული სანქციები, რომლებსაც ეხლა ამ დროს აქვთ სასამართლო. და არ ვიცით ზუსტად მათ შეუფარდებენ კონკრეტულად პატიმრობას, თუ ეს იქნება ფულადი სანქციები. იმის ფონზე, რომ როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეემფერება, ზუსტად იმავე წესებით იქნა გამოხატული ეს პროტესტი მშვიდობიანი გზით. 26 იანვარს ქუთაისში მაია ცირამუამ, ნინო ქათამაძემ, გელამ თივლიშვილმა, ლადო აფხაზოვამ, ხვიჩა ვაშაყმაძემ, ირინა ზარანდიამ, ქეთევან ფილაურმა, ეკა კუხალაშვილმა და გივი ცინცაძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ალხას ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ოქროპირაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ჟურნალისტ მზიამაღლობელის სააპელაციო საჩევარი არ განიხილა. მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო მცხრავე პიროვნებას ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ოქმი შეუდგინა.